მოგესალმებით, დადგა სამშაბათი და როგორც ყოველთვის ყოველ სამშაბათს საღამოს 9:30-ზე ჩვენი გადაცემა რელიგიური საათი გიორგი დარასელიასთან ერთად და დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ მამა ილია თოლორაია, რომელიც ძალიან მოგვენატრა, მამაო ძალიან ბევრს გწერდნენ თქვენ შესახებ და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ, რომ მოიცალეთ და მოვძანეთ და ესეთ საინტერესო საუბარს შემოგთავაზეთ. დღევანდელი თემა ისეთი არის, რომ თუ შეიძლება ჯერ მინდა აუცილებლად მოვიკითხო ის ხალხი, ვინც ყოველთვის არ უნდა დაგვავიწყდეს ესენი პატიმრები მინდა კიდე მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი და ის ადამიანები, ვინც ლოგინაცნეულებასა შინახართ, ბედნიერებასა სიხარულს გისურვებთ და ყველაფერი კარგს გისურვებთ, თავის გამოჯანმრთელებას გისურვებთ და მამაო თუ დაგლოცავთ თუ შეიძლება. ღმერთმა დაგლოცოთ, მადლობა მოწვევისთვის და ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენი მსმენელი. დიდ მადლობას მოგახსენეთ, მამაო და ესე თემა არის არ ქონია. დღევანდელი ჩვენი თემა არის ადამიანი. თუ აი ძალიან ბევრი ადამიანები დაფიქრდება ამ გადაცემის შემდეგ და ამ გადაცემის მსვლელობისას და ადამიანი თვითონ რისთვის შეიქმნა, რა არის მიზანი და რა უნდა განახორციელოს და რა მისია აკისრია თვითონ ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია ეს, რომელსაც ხელი აქვს უკვე ჩაქნეული იმაზე, რომ სიტყვაზე რაღაც მისია დაეკისრა, მაგრამ ვერ ასრულებს გონია ან არ არის მისი შესასრულებელი და სხვას გადააბარა ან ასე შემდეგ და რისთვის შეიქმნა და რა აკისრია ადამიანს საერთოდ და ღმერთი რატომ არის ადამიანის იმედად? ადამიანი, აი როდესაც ადამიანი სვამს კითხვას ადამიანის შესახებ და ადამიანობის შესახებ, ვინ ვარ მე, რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ესე იგი საკუთარ თავს არ იცნობს ბოლომდე, არ იცის სრულად მან ვინ არის ის. და ერთადერთი სწავლება, საიდანაც ჩვენ ვგებულობთ, თუ ვინ არის ადამიანი და საერთოდ ადამიანის შესახებ სწავლებას, ეს არის ბიბლია, ჭეშმარიტი სწავლება და სხვა დანარჩენი ეს არის ძიება. მაგალითად ფილოსოფიაში არის, რომ ამბობდა სოკრატე შეიცან თავი შენი, ანუ ეძებდა და სვამდა კითხვას, რომ მოვძებნოთ ადამიანება ვინ ვარ ჩვენ. ეს არის ძიების მომენტი, მაგრამ პასუხი არ არის, არც ერთი ფილოსოფოსი, არც ერთი მოაზროვნე გონიერი ადამიანი არ იძლევა პასუხს ზუსტ იმის შესახებ, თუ ვინ არის ადამიანი და საიდან არის ადამიანი და ერთადერთი ეს არის მხოლოდ ბიბლიაში და ბიბლიაში იმიტომ არის, რომ ადამიანის შემოქმედი ღმერთია. ბიბლიით ჩვენ ღმერთი გვესაუბრება, წმინდა წერილით ღმერთი გვესაუბრება და ერთადერთი როდესაც იცის რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი, როგორი შექმნა, აი აქედან ვგებულობთ ჩვენ ზუსტად ღვთისგან თუ ვინ არის ადამიანი. ჩვენ ვიცით რომ ძველი აღთქმის წიგნი, პირველი წიგნი ეს არის დაბადების წიგნი და აი ამ წიგნში წერია თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო, როგორ შეიქმნა ცა, როგორ შეიქმნა მიწა, როგორ შეიქმნა თევზი და ასე შემდეგ და როგორ შეიქმნა მე-6 დღეს დასასრულს უკვე ადამიანი, როგორ შექმნა ღმერთმა ეს ადამიანი და აი ეს სწავლება ადამიანის შექმნის შესახებ ხდება გამოცხადებით, ანუ ღმერთი უცხადებს ადამიანს, მოსე წინასწარმეტყველს უცხადებს, მოსეს ღვთისმხილველს და მოსე შემდეგ მოსეს მიერ მიეცა კაცობრიობას სწავლება, ცოდნა, ანუ მოსეს მიერ გავიგეთ ის თუ როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი და თავარი ის არის რომ როდესაც გაიგებ წმინდა წერილიდან და ბიბლიიდან თუ ვინ ხარ შენ აი ამის შემდეგ უკვე გრძნობ თუ რამხელა ღირსების მატარებელი ხარ და ეს ჩანს იქედან რომ როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. როცა ქმნიდა სხვადასხვა ქმნილებებს, არსად არ უთქვამს ღმერთს, რომ ამას ჩემს ხატად უქმნიო. ერთადერთი ბიბლიაში წერია ადამიანის შექმნის დროს, როდესაც ღმერთი ამბობს, ქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენ და ანუ ღმერთმა თავის ხატად შექმნა ადამიანი და თავის მსგავსად აი ამ ხატების და აი ამ მსგავსების გააზრება, როდესაც დაინახავ იმას, რომ შენ ღმერთის ხატი ხარ და ღმერთს გავხარ, ამ დროს უკვე თავისთავად აცნობიერებ იმასაც, რომ თუ რამხელა ღირსების მატარებელი ხარ და ყოველთვის ცდილობ იმას, რომ ეს ღირსება დაიცვა. და ყოველთვის გინდა, რომ აი ეს ღირსება არაფრით არ შელახო და როდესაც ვამბობთ ცოდვაზე, ხო, ცოდვა ბოროტებაა, ცოდვა ზუსტად აი ამ ღირსების შელახვაა. და ამიტომ არის რომ ადამიანმა ცოდვა არ უნდა მიიღოს. როდესაც ჩვენ წმინდა წერილი გვიკრძალავს ცოდვის მიღებას და ღმერთი გვიკრძალავს ცოდვას, ამით თუ კარგად შევხედავთ, ღმერთი გვახსენებს იმას, თუ რამხელა დიდი ღირსების მატარებლები ვართ ადამიანები და თუ ამას გააცნობიერებ ადამიანი, თავისთავად მერე ბედნიერი და გახარებული ხარ. თავარი რაც არის ადამიანმა უნდა დასვას სამი კითხვა. როდესაც ადამიანის შესახებ საუბრობთ, ეს არის პირველი თუ რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი, მეორე ეს არის თუ როგორი შექმნა ღმერთმა ადამიანი და მესამე თუ რისთვის შექმნა.
და იმ თავარი რა დაემართა ადამიანს კიდევ ეს არის უმთავრესი. როდესაც აი პირველი არის რატომ შექმნა ღმერთმა საერთოდ ადამიანი? ჩვენ აი სწავლებით იყო დრო, როდესაც არ იყო არავინ, იყო წმინდა სამება და არავინ არ იყო სამების გარდა და შემოდის შემდეგ დრო, როდესაც ადამიანი იქნება, ღმერთი ქმნის ადამიანს და აი ამ ღმერთის შექმნა, როცა ღმერთი ქმნის ადამიანს, ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთს უნდოდა თავად ნეტარებად და თვით ნეტარებას, რომ შეექმნა ისეთი გონიერი არსება, მოაზროვნე არსება, რომელიც დატკბებოდა ღვთის ნეტარებით. ღვთაებრივი ნეტარები და ეს არის ადამიანის შექმნის პირველი მიზეზი ღმერთში, რომ აი ღმერთს უნდა რომ ადამიანი დატკბეს. და როდესაც შექმნა ღმერთმა ადამიანი და აი როცა პირველი ადამი ვამბობ ჩვენ და ვეცნობით ბიბლიიდან, ეს ადამი იყო უცოდველი, მას არანაირი ცოდვა არ ჰქონდა, ის არ იყო ცოდვის მატარებელი და მასში იყო სათნოებები. ის ღმერთმა აი გრიგოლ ნოსელიც ამბობს, რომ ბოლო დღეს შექმნა, მე-6 დღეს შექმნა ღმერთმა ადამიანი, ბოლო ქმნილება ადამიანია და რატო შექმნაო ბოლოს? პირველად შეექმნაო თუ ხო ვიღაცამ შეიძლება კითხვა დასვას, რომ თუ ესეთი ღირსეული და ესეთი დიდი არსება იქმნებოდა, მაშინ პირველი რატო არ შექმნა და რატო შექმნა ბოლოს და როგორც წმინდა მამა განმარტავს, როგორც მეფეს ჯერ სამეფოს აუშენებენ და ამის შემდეგ მას პატივით შეიყვანენ აი ამ სამეფოში ბოლოს დასასრულს, აი ესევე ღმერთმა ჯერ სამეფო გაუშენა ადამიანს, შექმნა სამყარო, შექმნა ეს დიდი სამეფო და აი ამ სამეფოში ბოლოს როგორც მეფე ისე შეიყვანა ადამი აი ამ 60-ში და როცა ადამიც არ ქმნევს სახელებს, ბიბლიიდან რომ ვიცით, რომ ადამმა დაარქვა ცხოველებს ყველას თავისი სახელი, ესეც იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა თუ რამხელა გონიერება მიანიჭა ადამიანს და რამხელა ნიჭი მისცა იმის, რომ მას ჰქონდა ნიჭი შემეცნება უნარი იმის, რომ ყველა მოვლენისთვის სახელი დაერქვა. ანუ აი მთელი მოვლენები, მთელი სამყარო, რაც ღმერთმა შექმნა, ეს ყველაფერი ადამიანმა შეიცნო, ადამიანმა შეიცნო და აი ეს დაჯილდოვებული, ესე დაჯილდოვებული ადამიანი არის პირველი ქმნილება ღვთის. აი როცა ხატება და მსგავსებაზე ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ხატება ეს არის ადამიანში, რომ ის არის უკვდავი, სულით უკვდავია, თავისუფალი ნება აქვს და მოაზროვნე გონება და მსგავსება ეს არის, რომ ადამიანი თვითონ უნდა მიმსგავსებოდა ღმერთს, თვითონ უნდა ესურვა ადამიანს ის, რომ ღმერთს ათნოებებში მიმსგავსებოდა. აი ეს იყო პირველი ადამიანი და აი დაცემა უკვე მეორე მდგომარეობა ეს არის, როდესაც ღმერთმა ადამიანმა ღმერთი უარყო, დაუჯერა ეშმაკს, დაიჯერა ის, რომ თითქოს და ღმერთს მისთვის კეთილი არ უნდა და აი ამის შემდეგ არა ღმერთი იშორებს ადამიანს, არამედ თვითონ ადამიანი შორდება ღმერთს. და ეს განშორებული მდგომარეობა, როცა ადამიანი ღმერთს მოშორდა, ეს არის უკვე მეორე მდგომარეობა. ის რომ ადამიანი უკვე ამ ადამიანს დაცემულ სამყაროშია და თითეული ჩვენგანი აი ამ ადამიანის შვილები ვართ და მიზანი ადამიანის გამოხსნის ეს არის ისე ღვთის სიყვარული. და ეხა მეორე მთავარი ხო აი რისთვისაც შექმნა ღმერთმა ადამიანს, ეს არის იმისთვის, რომ ადამიანი ღმერთში დატკბეს. მაგრამ როცა ადამიანმა ვერ შეძლო ეს და ადამიანი ღმერთს განუდგა, ამის შემდეგ ისევ ღმერთი აკეთებს. ისევ ღმერთი თავისი სიყვარულით განკაცდება, მოდის და ჩვენ ეს განკაცებული ღმერთი ვიცით ვინ არის, ეს არის იესო ქრისტე და ეს იესო ქრისტე გვასწავლის უკვე და გვიჩვენებს იმას თუ როგორ უნდა მოხდეს ისევ ღმერთთან შეერთება, როგორ უნდა მოხდეს ისევ ღმერთთან მისვლა და საინტერესო არის ის, რომ აი თავარი ლოცვა, საუფლო ლოცვას, რასაც ჩვენ ვამბობ და ვიცით სახარებიდან, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა და ასე შემდეგ, აი ამ ლოცვას ღმერთი გვასწავლის, ქრისტე ასწავლის ადამიანს და აი ამ ლოცვის სწავლა ეს ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანს ასწავლის იმას, თუ რა უნდა თხოვოს ადამიანმა ღმერთს და ამასთანავე ასწავლის იმას, თუ ვინ არის ღმერთი. როდესაც არის პირველი სიტყვები, აი მამაო ჩვენო, აი ამ პირველ სიტყვებს რო გავჩერდეთ, აქ უკვე ღმერთი ქრისტე გვიცხადებს ადამიანებს, რომ თითეული ჩვენგანი ვართ ერთმანეთის ძმები და დები და ჩვენ ვართ ერთი ღმერთის შვილები, იმიტომ ჩვენ მამას უწოდებთ, მეც, შენც, მეორე, მესამე ნებისმიერი ადამიანი, როცა მიმართავს ღმერთს მამაო ჩვენო, ანუ ამით უკვე ხედავთ იმას, რომ ის ჩვენი მამაა. მეორე, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავს სახელი შენი. აქაც მთავარი ის არის, რომ როცა მიუმართავთ ღმერთს, რომ რომელი ხარ ცათაშინა, ანუ ამით ხდება გააზრება
და ამით ღმერთი გვასწავლის, რომ ღვთის სამკვიდრებელი ეს არის ცათაშინა. ანუ ჩვენ ვართ ზეციშვილები, ზეციური ღვთისშვილები, ჩვენ არ ვართ მიწიერი და მიწიერებისთვის დაბადებული ადამიანები, არამედ ჩვენ ვართ ზეცის შვილები და აი ამ ზეცის შვილება უნდა გავიაზრო და ამის შემდეგ თავისთავად წმინდა იყავს სახელი შენი, რომ ღმერთის სახელი წმინდა იყოს, დავინახოთ ეს რომ ის წმინდაა, თორე თავისთავად წმინდა ღვთის სახელი, მაგრამ ჩვენში რომ მოხდეს გააზრება და ანუ მთავარი რაც არის ღმერთი გვასწავლის ურთიერთობას და გვასწავლის თავისთან ურთიერთობას. ეს არის მთავარი და ეს არის პირველი რომ ღმერთმა თუ როგორი დაგვბადა, მეორე რომ რისთვის დაგვბადა, რომ მასთან ვიყოთ ნეტარებაში, მაგრამ აი რა დაგვემართა უკვე ჩვენ რომ ღმერთს მოვშორდით, ამის შემდეგ ისევ რომ ღმერთი მოდის. ღმერთი განკაცდება და ისევ გზას გვიჩვენებს თუ როგორ არის შესაძლებელი ის რომ ჩვენ ისევ ღმერთს მივუბრუნდეთ. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო, თუმცა აი დღეს აი ისე დგა საკითხი, რომ ადამიანი კაი ღმერთს ვერ უგებს, იმიტომ რაღაც ღმერთის კანონებს ვერ ასრულებს და რაღაც ამქვეყნიური იმით, რაღაც ვიწრო აზროვნებით რაღაც შემოიფარგლა, ხო? არიან ადამიანი ხა ეს ლოგიკური არის, რომ ერთი მეორის როცა უგებს, საერთო რო გაქვთ უკვე ან რაღაცა სიხარული ან წუხილი, ხო, ერთად ხართ, ხო ადამიანები, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ღმერთისგან ზურგი ვაქციეთ, ხო? შემდეგ აქ ქვემოთ ვინც არიან ჩვენერი, მათაც ვერ უგებთ. ანუ ეს ადამიანები, ვინც თითქოს ერთმანეთის ასატანად და დასათმენად გაჩნდნენ, ერთმანეთსაც ვერ უგებენ. არა და საერთო აქვთ, აი ღმერთთან არ უნდა იმ ადამიანს, ხო? ქვემოთ ვართ ჩვენ ისეთები, ვისაც სხვებსაც არ გვინდა ღმერთთან ჩვენი საქციელიდან გამომდინარე, ხო? მაგრამ ერთმანეთსაც ვერ უგებთ, მამაო. აი აქ რა ხდება და რატო არის ესეთი ადამიანი ერთმანეთსაც ზურგს აქცევენ? იმიტომ საერთო გასაჭირი აქვს, საერთო ტვირთი აქვს და აი ეს მე ცალ-ცალკე ვერ გადააქვთ. ანუ რატო არის ესე მამაო ადამიანი, იმიტომ რომ ვერავის ვერ უგებს ფაქტიურად, იმიტომ რომ კაი ღმერთი რომელსაც ყველაფერი შემოგთავაზა, ყველაფერზე დაგყვა, ხო? ადამიანს ამხელა ნება მისცა, ხო? მაინც იმასაც ვერ უგებ და თან შენაირ ადამიანსაც ვერ უგებ. აი ამ შემთხვევაში მამაო რაშია საქმე, იმიტომ რომ ეს ჩვევები მამაო ცხოველებსაც აქვს, აი ცხოველები რაღაცა ერთი აქვს სიტყვაზე თავისი გზას პოულობენ და თავისიანეს პოულობენ და ერთმანეთს არ ჭამენ და აქ საქართველოში კი საერთოდ ქვემოთ ქვეყანაზე მიწაზე სხვანაირად ეს თვისება მამაო საიდან მოდის ადამიანში და როგორ შემოვიდა, იმიტომ რომ ღმერთს ხო ესეთი არ გაუჩენივართ, ხო ღმერთმა უფრო სხვანაირი გაგვაჩინა, ჩვენ რა ვიცი ერთმანეთისთვის გაგვაჩინა და სხვანაირად და ჩვენ ერთმანეთსაც ვერ უგებთ, ვისაც ერთნაირი გაგება გვაქვს და ერთი ჭირი გვაქვს. სიტყვაზე. აი ეს როგორ შეიძლება რომ მამაო ისა რა ქვია, რა უნდა ქნას იმ ადამიანმა, იმიტომ რომ ერთმანეთს ვეღარ უგებს ადამიანი, თითქოს ლაპარაკობენ, მაგრამ ერთმანეთს აღარ ესმით, ბიბლიაშიც ხო არის ეს მოყვანილი სხვადასხვა ენაზე რომ ლაპარაკობენ თითქოს. აი ეს როგორ ხდება მამაო? ყველაფერი არის მაინც ხედვაზე დამოკიდებული, როგორ დაინახავს ადამიანი. აი რო წარმოვიდგინოთ ესეთი ამბავი, რომ ვართ ერთი ჯარი, ერთი ჯგუფი, რომელსაც ყავს ერთი მტერი. და ამ ჩვენს ჯგუფში არის რამდენიმე გინდა 1000-ობით და 10000-ობით ადამიანი და ჩვენ როცა ერთი მტერი ყავს და ეს მტერი არის ეშმაკი, რა თქმა უნდა ჩვენ ამ დროს ერთად გავერთიანდეთ, თუ ვინმე დავინახეთ, აი ადამიანებს უჭირთ ხოლმე თუ ვინმე რამე გაუჭირდება, ანუ შეიძლება რაღაც ოდვაში ჩავარდეს, აი მისი მიღება და მეორე არის რომ კიდე უჭირთ ის რომ აი თუ ვინმე დაინახა რომ მასზე უკეთესად აკეთებს რაღაცას, შეიძლება მასზე უკეთესად აზროვნებს, მასზე უკეთესად ხედავს, მასზე უფრო მეტი შეუძლია, შურით ბოროტდება და რო შევადაროთ, ხო თუ შენს აი ამ ჯგუფში დაინახე ის რომ ვიღაც წაიქცევა, მაშინ ფეხზე უნდა წამოაყენო, ხო უნდა დაეხმარო და თუ დაინახე ის რომ ვიღაც შენზე უკეთ ისვრის რაღაც მაგალითად ისარს, მაშინ მას უნდა დაეხმარო პირიქით იმაში რომ მან კარგად გააგრძელოს ისრისოლა. კი არ უნდა შეგშურდეს, არამედ პირიქით უნდა გიხაროდეს ის რომ თუ დაინახე რომ შენს ჯარში, აი ამ შენს ნაწილში ვიღაცამ შენზე უკეთ რაღაც გააკეთა,
ამ დროს გახარებული უნდა იყო და ბედნიერი უნდა იყო იმით, რომ ვიღაცა რაღაცა შენზე უკეთ აკეთებს და იმიტომ რომ ეს შენი გამარჯვებაც არის. თუ იმან გაიმარჯვა, ხო, ის ხო შენს მტერს ამარცხებს და მისი გამარჯვება შენს გეხება. ეს შენი გამარჯვებაა, იმიტომ რომ ეს ერთი ჯარია, ერთი ჯგუფია და აი ესევე როცა დაინახავ რომ ვიღაცა რაღაცა სათნოებებით და რაღაც სათნოებებით არის შემკული და რაღაცას უკეთ აკეთებს, პირიქით უნდა გიხაროდეს და აი როცა შურით ბოროტდები, ეს იმას ნიშნავს რომ ვერ ხედა, ვერ გაგიაზრებია შენ ვინ ხარ, ის ვინ არის და საერთოდ აი ვერ ხედავ აი ამ სამყაროში საერთოდ აზრს იმის თუ რა არის ადამიანი და ვინ არის ადამიანი და საერთოდ რა დაემართა ადამიანს, რომ თუ მოხდა ამისი გააზრება და ამისი გაანალიზება ადამიანმა თუ გააკეთა, მაშინ რა თქმა უნდა არც არავისი შეშურდება, თუ ვინმე კარგად გააკეთა და არც არავის ხელს კრავს, თუ ვინმე წაიქცევა, მაგრამ თუ ვინმე წაქცეული შენგან წავიდა, მასაც ვერ დაეხმარები. აქ მესამე მომენტი შეიძლება იყოს, რომ შეიძლება ვიღაც ადგეს და ამ შენი ჯგუფიდან გადავიდეს იქეთ მტრის ჯგუფში და ღალატი დაიწყოს პირიქით, ესეც არსებობს მესამე კატეგორია, რომელიც საერთოდ არ ვიცი ალბათ ესეც რა უნდა თქვა და ესეთი ადამიანები შენს მხარეს კი არ იბრძვიან, არამედ შენ გებრძვიან და ნუ ესენი საერთოდ რა ვიცი, ესეთებს პირდაპირ მოღალატე უნდა უწოდოს, ხო, მის სახელს ვერ დაარქმევ. და რატო ცდილობს მამაო დღეს აი თქვენ რო ახსენეთ, ჩემთვის ხარ ხშირად პირადადაც გითქვამთ და ძალიან დავფიქრებულ არ ამასთან დაკავშირებით. რატო უნდა რომ მამაო აი სიტყვაზე ნებისმიერი სპორტსმენი იქნება თუ ნებისმიერი სახეობა იქნება, ხო, რაღაცა თუნდაც ცხოვრებისეული ადამიანური, ხო, შენზე ძლიერი სტიმულს ხო უნდა გაძლევდეს იმისა, რომ გახდე ეს სიტყვაზე მაგალითი გაქვს, რომ რომელიღაცა წმინდანი იყო და სტიმულია ჩემი, რომ აი სიტყვაზე იქნებ იმის გავსი იყო. არა, ამათ ესენი ცდილობენ, რომ ის ვინც ძლიერი არის, მასზე დაჩაჩანაგდეს და მარტო თვითონ დარჩეს უკონკურენტოდ და ჩანდეს პირველი. აი ეს რა მომენტია და აქედან მოდის მე მგონი თელი სიბოროტე მე ადამიანში რომ ერთმანეთს წირავენ და ასე შემდეგ, ხო? და მე ძალაუნებრივად ხა ადამიანები მე ერთმანეთს შორდებიან, ხო, ამის გამო. აი ეს რატო ხდება, მამო, აი საიდან შემოვიდა ადამიანში ეს თვისება? რომ აი უკეთეს ის განადგურებაზე ცდილობს, რათა თვითონ აი საერთოდ არ უკონკურენტოდ დარჩეს და მე შემდეგ აი როგორც ძაღლი რო არ არის და კატებმა რო დაიწყესო ყეფაო რა, ესე უფრო მერე ჩანა და აი ეს მომენტი რატო ხდება ხოლმე, მამო, იმიტომ რომ ადამიანი ესეთი მართლა ხო არ შეუქმნია, ღმერთს სხვა რაღაცისთვის შექმნა და ესე ცდილობენ უკვე ისე არის რომ კონკურენტის სიკვდილიც კი ახარებთ ხოლმე და ყველა სფეროში ეგრე არის დღეს, მამაო და რა ვიცი, აი რა რითი ახსნით ეს აი უწინაც თქვი იგივე რომ გავაგრძელოთ, ხომ, აი თუ დაინახე რომ შენი მეგობარი, შენი ძმა, შენი მოყვასი რაღაცა შენზე უკეთესად აკეთებს და შეგინდა რომ ამას ხელი შეუშალო და ამან ეს კარგად ვერ გააკეთოს, შენ მაგას უკეთ როგორ გააკეთებ? თუ ვერ გააკეთებ, ხო, იმიტომ რომ შენ დაინახე რომ ვიღაცა რაღაცას უკეთესად აკეთებდა და შეგშურდა და თუ შეგშურდა, ესე იგი შენში ბოროტება შემოვიდა და შენში რომ ბოროტება შემოვიდა, შენში გონება დაბნელდა და დაბნელებული გონება კარგად ვერაფერს ვერ გააკეთებს და პირიქით ამ დროს თუ შენ გინდოდა რომ რაღაც კარგად გაკეთებინა, უნდა გესწავლა და უნდა დაკვირვებოდი იმას, რომ აი ამას შენი მოყვასი როგორ აკეთებდა ესე კარგად. და ამ დროს არის შესაძლებელი რომ შენს რაღაც კარგად გამოგივიდეს, მაგრამ სხვაგვარად ვიღაცა რაღაც კარგს აკეთებდეს და შენ ამ კარგის კეთებაში ხელს უშლიდე იმ გააზრებით, რომ მე უკეთ კარგად გამომივა, ეს არის ტყუილი, ვერ გამოვა. როგორ გამოვა უკეთესად, როდესაც უკვე შენ არ სწავლობ, არ გინდა ისწავლო ის თუ საქმე როგორ კეთდება უკეთესად და ერთი ადამიანის შვილები იყვნენ, კაინი და აბელი, ერთი მშობლები ყავდათ. ერთი დედმამა ყავდათ, მაგრამ ბიბლიიდან როგორც ჩანს, კაინმა ვერ აიტანა აბელი და აბელი მოკლა. და ნაკაც არის რომ აი ვიღაცამ შეიძლება დააბრალოს იმას, რომ აი შეიძლება ერთ ადამიანში უფრო მეტად იყოს ბოროტება, მეორე ადამიანში უფრო ნაკლებად და აი რაღაც პიროვნებას დაბრალდეს ეს. არავისი ბრალი იმას თვითონ მდგომარეობას დააბრალოს, ვიღაცამ თქვას რომ აი მე არ მომეცა უფრო მეტი ნიჭები და მეორე ადამიანს და ამიტომ რომ გაღიზიანდეს ეს უაზრობა, იმიტომ რომ მე ერთი ადამიანის შვილები ვარ, ჩვენ ერთ სამყაროში ვცხოვრობთ, როგორც აბელი და კაინი, ერთი დედმამის შვილები იყვნენ, მაგრამ პიროვნულად განსხვავდებოდნენ. ერთი შეშურდა, როცა კაინს შეშურდა, როცა აბელი ღმერთს აბელის ძღვენი ღმერთმა შეიწირა და არადაერთია და აბელი კეთილია და კაინი ბოროტი. ანუ ადამიანი რომ ერთი კეთილია და ერთი ბოროტი, ეს უკვე
თვითონ ადამიანმა გადაწყვიტა. ამას ვერ დააბრალებს ვერც მშობლებს და ვერც წინაპრებს. იმიტომ რომ მშობლები და ჩვენ ხედავთ რომ ერთი მშობლები ყავდათ და ეს ორივე ძმა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. მამო, საინტერესო არის ძალიან ხედვა ადამიანის, იმიტომ ჩვენ გვაქვს აი ესეთი ხედვა, რომ ვითომ ერთი მხარე არის ძალიან ლიბერალი, მეორე არის ძალიან რადიკალი, ესეთი ის არის, ანუ საშუალო რაღაცა ხაზი არ არსებობს და თუ არსებობენ ესეთი ადამიანები, აუცილებლად რაღაც სანთლით არიან საძებარი, რომლებიც აუცილებლად მე ვძებნი ხოლმე და აქაც ჩემთან სტუმრობენ ხოლმე ესეთი ადამიანები და სხვები ვერც მოდიან ხოლმე ჩემ ეთერში რაღაც სამსხო რაღაც ესე არის რა, წესი არის ესეთი, იმიტომ რომ მინდა რომ ხალხმა სწორი ინფორმაცია მიიღონ ამ ეთერიდან და თუ შეიძლება მამო როგორ ყალიბდება საერთოდ ადამიანი არის ის ღვთისწყალობა რომ შენ ადამიანი რომელიღაცა არ არის რადიკალურად მოაზროვნე ან ლიბერალი რაღაც ძალიან ისეთი თუ შეიძლება დაარქვას ადამიანმა ღვთისწყალობა იმას რომ ჩვეულებრივად აზროვნებდეს და არ იყოს რაღაც არც ესეთი რაღაც თავისი ხედვა ქონდეს ლამაზი და საიდან უნდა მოვიდეს ეს ხედვა საერთოდ ლიბერალიზმი და რადიკალიზმი როცა ამბობენ ლიბერალიზმი ნიშნავს რაღაცის შერბილებას ხო და რადიკალიზმი პირიქით რაღაცის გამკაცრებას და ქრისტიანობაში ადამიანი ინკურნება მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს სწავლებით და არა ადამიანური რაღაც მოძღვრებებით ვიღაცამ რო რაღაც გაამკაცროს ან ვიღაცამ რო რაღაც შეარბილოს იმით კი არ ინკურნება არამედ ის რაც თქვა ქრისტემ რაც გვითხრეს მოციქულებმა და რაც გადმოგცეს წმინდა მამებმა, მსოფლიო კრებებმა. აი ეს სწავლება, ქრისტეს სწავლება კურნავს ადამიანს. აი შეიძლება ესეთი მაგალითი ვთქვათ, რომ მიხვიდე ავადმყოფი ექიმთან და ექიმმა გამოგიწერა რაღაც სამკურნალო წესი და მოგცა 10 აბი. აი ეს 10 აბი ვიღაცამ რო ერთით შეცვალოს, უკვე ვერ განიკურნები. იმიტომ რომ ზუსტად ისათია და იმ ექიმმა იცის ზუსტად რომ ის ადამიანი შენ ეს ავადმყოფი ინკურნები ამ წამლებით და არც ერთის მოკლებით ეს რო ვთქვათ მოკლება აი ლიბერალიზმს შევადაროთ და არც ერთის შემატებით რო ვთქვათ რომ აი 10 იყო და 11 გახდეს აი რადიკალიზმით ხო ამითაც ვერ ინკურნება მთავარი არის ის რომ ის რაც ექიმმა გამოგიწერა იმ გონიერმა ექიმ ის კურნავს ადამიანს და აი ესე გონიერი ექიმი სულიერი ექიმი ეს არის იესო ქრისტე და იესო ქრისტეს სწავლება კურნავს ადამიანს არც მისი სწავლების გამკაცრებით ინკურნება და არც მისი სწავლების შერბილებით მეორენაირად რო ვთქვათ მაგალითიც შეიძლება აი ადამიანმა რაღაც დამწრობა მიიღოს და აი ამ დამწრობაზე მალამ უნდა დაიდო ზომიერად. ზომიერებაა მთავარი. თუ ვინმე თხლად დადებს, აი ამ მალამოს ვერ განიკურნება. თუ ვინმე უფრო სქლად დადებს, ვერც ესე განიკურნება. ხო არსებობს რაღაც ნორმა მალამო დადების ზომიერება, რაც ამ ადამიანს კურნავს დამწრობისგან, კანს კურნავს დამწრობისგან და აი ეს არც შერბილებით, ანუ არც რაღაც მოკლებით და არც რაღაც გარდამეტებით და რაღაც ესეთი რადიკალიზმით ვერ განიკურნება. ხო აი ზუსტი არის დასანახი ის თუ რა და როგორ განკურნავს და ზომიერება არის საერთოდ ქრისტიანობაში ყველაზე მთავარი და ეს ზომიერება დაგვიწესა ჩვენ იესო ქრისტემ. და ამ ზომიერებაში უკვე აი ამ იესო ქრისტეს სწავლებაში ყველაზე მთავარი რაც არის ეს არის ის რომ ქრისტემ თავისი სწავლება მოძღვრება გადასცა მოწაფეებს, თავის მოციქულებს, თავისი მოციქულები დააყენა სამყაროში მოძღვრებად, შემდეგ თავისმა ამოციქულებმა, შემდეგი თავისი მოწაფეები და ესე დღემდე ჯაჭვი არის, სადაც არის ქრისტიანობაში ყველაზე მთავარი მოძღვრის ინსტიტუტი. აი ამის გარეშე ქრისტიანობაში ადამიანის განკურნებაც არ ხდება. ის რომ თქვა, რომ ქრისტემ დააწესა წესები და მე მოძღვარი არ მჭირდება, ეს არის უკვე ისევ ქრისტეს მიერ დაწესებული წესის უარყოფა. იმიტომ რომ ქრისტემ რო წესები დააწესა, თუ მცნებები რომ მოგცა, თუ როგორ ინკურნება, ამასთანავე ქრისტემ დააწესა ის წესიც, რომ მოციქულებს მიცა უფლება, რომ მათ ეკადაგა და მათ დაემოძღვრათ მის შემდეგ კაცობრიობა. აი ამ მოციქულებმა მისცეს თავის მოწაფეებს და ესე მოდის დღემდე ხო მოძღვრობის ეს ჯაჭვი და თუ მოძღვარს უარყოფ, ესე იგი ქრისტეს დაწესებულს უარყოფ. ქრისტეს მოცემულ კანონს, ქრისტეს მოცემულ ცნებას უარყოფ და ქრისტეს როგორ აღიარებ? ტყუილია, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ აი მე მოძღვრების და მოძღვრობის გარეშე და კაცის გარეშე მივალ ქრისტესთან. ესე არ გაუკეთებია ქრისტეს. დააწესა ადამიანები და აი ამ ადამიანებში რა თქმა უნდა გამორჩეული უნდა იყოს ადამიანი მოძღვრობითი ხელოვნებით. და როცა ყავს მოძღვარი აი ამ და ემორჩილების შენ
მგზგონიერ მოძღვარს. აი ამ მოძღვრის მეშვეობით რა თქმა უნდა ხდება შემდეგ შენი განკურნება და ამ მოძღვარს უნდა გაყვე თვალდახუჭულად და უნდა ენდობოდე მას. როგორც წმინდა მამები ამბობენ, პირველი რაც მოძღვარში უნდა გამოიძიოს ადამიანმა, ეს არის ის, რომ თუ რამდენად სწორად მიყვება ის იესო ქრისტეს სწავლებას, რამდენად სწორად აღიარებს ის ამ მოძღვრებას და აი ამის შემდეგ როცა დაინახავს, რომ სწორად აღიარებს, მას უნდა გაყვეს უკვე და უნდა მიენდოს ბოლომდე და დანარჩენი უკვე მე მოძღვრის საქმეა. როცა პირველი გასარკვევი ის არის, რომ ვინ არის კარგი ექიმი და როცა გაარკვევ, რომ ეს ადამიანი კარგი ექიმია, ამის შემდეგ უკვე ის როგორ გკურნავ შენ ამ საიდუმლოს ვერ წუდები, ამაში უნდა მიენდო მას. იმიტომ რომ შენ თვითონ არ ხარ, არ იცი, ავადმყოფი ხარ და თუ ესე ექიმს მიყვები, მაშინ ექიმს ბოლომდე უნდა დაუჯერო და ამ დროს ხდება ადამიანის კურნება და ადამიანის განკურნება და რაც მთავარია, არც რადიკალიზმით და არც ლიბერალიზმით, არამედ სამეუფო გზით, ზომიერების გზით ინკურნება ადამიანი საერთოდ ქრისტეში. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მამაო, ამ ჩვევების და გამო ადამიანებს ერთმანეთი ძულთ უკვე. აი რაღაცა ამ ლიბერალებსაც იმათაც თითქოს ხო რაღაც რბილები რაღაც ერთმანეთი ეზიზღებათ მამაო და ადამიანი რომ მოდის ეხლა ეს ეკლესიას ეხება თუ ნებისმიერ სხვა თემას ხო ეკლესიაში ეძებს ერთობას პირველი ხო და რომ შემოვა და რომ ხედავს რომ ის რაღაცის გამო სიტყვაზე თავისი ხედვის გამო ვიღაცა ვინც არასწორად იხედება და ამას ვერ უმტკიცებს ძულთ უკვე ერთმანეთი ცოტა ისეთი არის იმიტომ რაღაცა იმათ ჩამოყალიბდა უკვე შიდა რაღაცა ის მიიღო, რაღაცა სექტური ის და არ შეიძლება, ხო, ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ ვიღაცა რომ მოდის, მე რომ ხედავს ამას, ხო, იქეძებს ერთიანობას, ღმერთმა რაღაცა ამას ყველაფერი მიადო და ამას ხედვა გაუჩნდა რაღაცა და ამ ხედვის გამო კარგავს ის, რაც ყველაზე მისთვის მთავარი არის იმას, ხო? ქრისტიანობაში სიძულვილი რო აკრძალულია, ამაზე თავისთავად საკამათოც არ არის, იმიტომ რომ ჩვენ თუ ერთმანეთი გძულს ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენში ბოროტებაა და თუ ჩვენში ბოროტებაა ქრისტეს ავგავართ და თუ ქრისტეს ავგავართ მაშინ რა თქმა უნდა ქრისტეს ნეტარებასაც ვერ განვიცდიდეთ იქნება მაგრამ საინტერესო ის არის რომ ქრისტიანობა უარყოფს არა მხოლოდ სიძულვილს არამედ უარყოფს თუნდაც იმ მშვიდობიან ერთობას რომელიც ქრისტეთი არ არის დამყარებული აი ძველი აღთქმიდან ბიბლიიდან არის ერთი ასეთი ადგილი სადაც წერია პირდაპირ ესე რომ ქონდათო ერთი ენა, ქონდათო ერთი პირი, შეიკრიბნენ ადამიანები ერთად და დაიწყეს გოდლის შენება. და ღმერთმა ეს ერთობა დაიწუნა, იმიტომ რომ ეს ერთობა არ იყო ღმერთისკენ მიმართული. და ბიბლიაში წერია რომ ღმერთი ამბობს რომ ჩამოვალ და ენებს აურევო, ერთი პირი აქვთო. ღმერთმა ეს ცუდი მშვიდობა რომელი მშვიდობაც არ იყო ღვთისთვის ეს მშვიდობაც არ მოიწონა და მით უმეტეს სიძულვილზე საერთოდ ზედმეტია საუბარი. ხშირად არის რომ ასეთი შედარებებიც ხდება რომ ზოგჯერ რაღაც არამართმადიდებელ ადამიანებს ან არამართმადიდებლურ ქვეყანას შეადარებენ მართმადიდებლურ ქვეყანას მართმადიდებელი ადამიანების ჯგუფს და ამბობენ რომ აი მათ შეხედეთ როგორ უყვართ ერთმანეთი ისინი როგორ მშვიდად არიან ერთად როგორ ერთმანეთს პატივსცემენ და აი მისაბაძი მდგომარეობა მათი ეს მდგომარეობაო და რა თქმა უნდა როცა ორი ადამიანი ერთმანეთს პატივსცემს და ერთმანეთის მიმართებაში არის მშვიდად და სიმშვიდით ეს კარგია მაგრამ თავარი ის არის თუ რატომ არის სიმშვიდით ერთმანეთის მიმართებაში აი რატო არ ებრძვის ეს ორი ადამიანი ეს არის თავარი აი მაგალითად რო ვთქვათ რომ დინარის ნაპირზე იჯდეს 2 ან 3 მეთევზე და სამივე იჭერს თევზს და ერთმანეთში აქვს სიმშვიდე მაგრამ ეს ერთმანეთში სიმშვიდე შეიძლება გამოწვეული იყოს არა იმიტომ რომ ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს სინამდვილეში პატივსცემენ, არამედ პირადი ინტერესები აქვთ. ერთმა თევზი უნდა დაიჭიროს, მეორემაც თავისი თევზი უნდა დაიჭიროს, მესამემაც თავისი თევზი და იქ უნდა იჯნენ მშვიდად, იმიტომ რომ ყველას თავისი თევზი ყავს დასაჭერი, თორე სინამდვილეში ამ ადამიანებს შეიძლება საერთოდ ერთმანეთი არ უყვარდე და ერთმანეთის მიმართებაში არანაირი მშვიდი და კეთილი განწყობა არ ქონდა. რამ გამოიწვია ამ მომენტში ამ ადამიანების ურთიერთდამოკიდებულება ესეთი პატივისცემით, ხო გამოიწვია იმან რომ ყველას თავისი პირადი ინტერესი აქვს. აი ამ მიწიერ სამყაროში თუ ადამიანები ერთმანეთის მიმართებაში არიან მშვიდად, კითხვა უნდა დავსვათ, აი რატო, რამ გამოიწვია ეს სიმშვიდე? თუ ის რომ ქალაქში ერთმანეთს არ აწუხებენ საღამოს 7 საათის შემდეგ, აი რატო არ აწუხებენ? თუ არ აწუხებენ იმიტომ რომ უნდათ რომ თავიანთ ბინებში მშვიდად ჩაიკეტონ და თავიანთვის ჩაიკეტონ, აქ სად არის ხო ერთობა?
აქედან გამომდინარე გააჩნია ყველაფერს აქ თავისი მოტივი, აი მიზეზი, რატომ არის ეს მშვიდობა ესეთი და თუ მართლმადიდებლებს მშვიდობა არ აქვთ, ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი. თუ ნამდვილად მართლმადიდებლები არიან, ეხა სახელს როცა ვახსენებ, მშვიდობა თავისთავად ექნებათ, იმიტომ რომ ნამდვილ ორ მართლმადიდებლს ერთმანეთი მშვიდობა ქრისტეში აქვს და ქრისტეთი აქვს. და თუ ვიღაცა არამართლმადიდებლებს მშვიდობა აქვს, აი აქ უკვე კითხვაა დასასმელი, აი რატო, რა გამოიწვია ეს მშვიდობა? შეიძლება ადამიანურიც იყოს, მაგრამ ეს ადამიანურიც არ არის ღვთაებრივი, იმიტომ რომ თვითონ აი კარგად ამბობს მაქსიმე აღსარებელი ერთ ადგილას, რომ აი როცა რაღაცა ადამიანურად ხდება სათნოების კეთება, არა ღვთისგულისათვის, არამედ ჩვეულებრივად ადამიანურად, ეს ნეიტრალური აქ არანაირი ეს არც აქებია და არც აგინებელი, ის რომ დედაშვილი უყვარს, არც აქებია და არც აგინებელი, ხო, აქები იმიტომ არ არის, რომ ბუნებრივია. დედაშვილი უყვარდეს უნდა, მაგრამ აი ღვთაებრივი უკვე სხვა რამეა, ღვთაებრივი უფრო მეტისკენ მოგვიწოდებს, ღვთაებრივი ამბობს, რომ მტერიც უნდა გიყვარდესო. და აქედან გამომდინარე, სიძულვილი, რა თქმა უნდა, არ არის სწორი, მაგრამ თუნდაც ის კარგი და კეთილი მშვიდობა, რომ რაღაც ჯგუფი ადამიანების ერთად შეიკრიბნენ და ვითომ ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს რაღაც კეთილ ერთმანეთთან გონიათ რომ კეთილად არიან, შეიძლება იქ ერთმანეთის მიმართებაში საერთოდ ერთმანეთი არ აინტერესებდეთ, არამედ ის პირადი მომენტები ამოძრავებთ, რის გამოც ერთად შეიკრიბნენ, თორე ერთმანეთი საერთოდ შეიძლება არც უყვარდეს და ესეთ ერთობას ერთობა არ ქვია და ამ მშვიდობას ვერც დაარქვენ მშვიდობას. და დროებითია, ხო, აუცილებლად ეს რა თქმა უნდა დროებითია, იმიტომ რომ აი როგორც ის მეთევზე რომელიც შვიდად არიან, დროებით არიან, იქ ერთმა თევზი უნდა დაიჭიროს და მეორემაც, თორე საერთოდ არ აინტერესებს, როგორც კი თავის საქმეს გააკეთებენ, ისინი იმ ორმა ადამიანმა შეიძლება მთელი ცხოვრებაც ერთმანეთი ვერ ნახონ და იმ მომენტის სიმშვიდე ნამდვილად არ იყო ერთად ყოფნა. დიახ, და აი როგორ უნდა გაარჩიოს მამაო, აი რა ნიჭიმის ამისათვის უფალმა ადამიანს, ან რა თვისება, ან რამე აი თუ არსებობს ისეთი, რომ გაარჩიო სად არის სიმართლე და სად არის ბოროტება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბოროტება და ბევრი ცუდი ჩანს დღეს სიმართლეთ და ლამაზად. და ხატავენ და მშვენივრად შეუძლია ამ ქვეყნად ბოროტმა ისეთი დაგიხატოს, რომ თან შენ ცოდვილი ხარ ადამიანი და ისე ლამაზად აყვები ამ ყველაფერს, რა ვიცი და ძალიან ბევრი მართალი და კარგი მიჩქმალული არის და ძალიან ცუდღეშია. აი ამ შემთხვევაში მამაო, როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა, იმიტომ რომ აი ხა მე მაქვს ხა მე არ მინდა ყველას არ დავასახელებ, მაგრამ არიან რამოდენიმე ზოგი რაღაცა რელიგიური რაღაც დაჯგუფებები ისინი, რომლებიც აი მართლა სიკეთით იმით გამოირჩევიან თითქოს და ამას ამის უკან ძალიან დიდი ბოროტება დგას და ხალხს ღუპავენ. ვიღაცას მატერიალური საშუალება არ აქვს ეხმარება რაღაცა, მე ღუპავენ, აბნელებენ ამ ხალხს. აი ეს მომენტი მამაო, როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა, ვინ ატყუებს და ვინ არა. იმიტომ რომ ხედავს რომ ფაქტი ის არის რომ დღეს სადაც მართლა ჭეშმარიტად ღმერთია და ღმერთი სადაც ჭირდებათ იქ რომ გამოიხედება შეიძლება შფოთი იყოს არეულობა რაღაცა და გიждდება და თან ბოროტიც იმასაჩვენებს აი ნახე იქ რა ხდება და ამ დროს სულ ადგილას გაახედებს და იქ კაი ხდება რაღაცა თითქოს. აი ეს მომენტი მამაო როგორ უნდა გაარჩიოს, იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანი ტყუდება, ვინაიდან საქართველოში მატერიალურად უჭირთ, რაღაცა აზროვნებაც ეზარებათ, მე რაღაცა ყველაფერი მოქმედებს და ადამიანი რაღაც შეიძლება ისე მოიტაცონ წლები და მე დააბრუნო ძალიან დაზიანებული რომ რა ვიცი რა 1000-მა სხვა რელიგიის წარმომადგენლებმა და ასე შემდეგ. მამაო როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა, იმიტომ რომ გონება ხო მისცა ადამიანს ღმერთმა, ხო? საერთოდ არ მოტყუდეს, თუნდაც მოძღვაშიც რო არ მოტყუდეს, მამო, აი ეს პირველი რაც არის გასარკვევი ადამიანმა თავის თავში უნდა გაარკვიოს ის თუ თვითონ რას ეძებს. აი, როდესაც ქრისტესთან იყვნენ ათასობით ადამიანები და ქრისტესში პურს ეძებდნენ და ქრისტესთან პურის გამო იყვნენ, ქრისტე ესეთებისგან წავიდა, იმიტომ რომ პურის გამო იყვნენ. მაგრამ ის ვინც მიყვებოდა ქრისტეს იმის გამო რომ ქრისტეს მიერ ჭეშმარიტება გაეგო, ხსნის გზა გაეგო, თუ როგორ შეიძლება ადამიანი ცხონდეს, გადარჩეს და აი ამ სამყაროდან როგორ არის შესაძლებელი გასვლა ისე რომ ადამიანი გადარჩეს, აი ეს არის სწორი მიზანი თვითონ ადამიანის და თუ ვიღაცა გეხმარება შენთან მოდის, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს და რომელი ჯგუფის თუ რელიგიის წევრი და მოდის და რაღაც სოციალურს მიწიერს გთავაზობს და ამის გამო რჩები ამ ადამიანთან, შენ ეს ადამიანიც არ გაინტერესებს. შენ გაინტერესებს უბრალოდ ის, რაც ამ ადამიანს ამ წუთას გააჩნია და მისგან რასაც ღებულობ. ეს არის ის მიწიერი.
მაგრამ თავარი რაც არის ხო ადამიანმა უნდა ეძებოს ის რომ როგორ მოიპოვოს ის დაკარგული სამოთხე, როგორ მოიპოვოს ის დაკარგული სამყარო, რომელიც მან დაკარგა, რომელიც მისმა მშობლებმა დაკარგეს ადამმა და ევამ და თავისთავად ჩვენ შემდეგ ამ სამყაროში დავიბადეთ და თუ ამას ეძებს ადამიანი, თუ ნამდვილად ცხონება უნდა, თუ ჭეშმარიტებას ნამდვილად ეძებს ადამიანი, შეუძლებელია რომ ესეთმა ადამიანმა ეს ჭეშმარიტება არ იპოვოს. თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული რას ეძებს. და თუ გაარკვია ზუსტად და კარგად რას ეძებს და რა უნდა, მაშინ კარგად გაერკვევა იმაშიც თუ ვინ არის და მთავარი მაინც ყველაზე აუცილებელი, თუნდაც ამის გარკვევაშიც, ხო? ეს არის ზუსტად წმინდა წერილი, ეს არის ქრისტეს სიტყვა. იმიტომ რომ ქრისტეს სიტყვის გარეშე ჩვენ ვერ გავიგებთ რა არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, ნეტარი ავგუსტინე ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ჭეშმარიტება, ჭეშმარიტა, ჭეშმარიტებისგან არსო. ანუ ჭეშმარიტება მხოლოდ ჭეშმარიტებიდან მოდის, სხვანაირად ჭეშმარიტებას ვერავინ ვერ იტყოდა და აი ჭეშმარიტების გაგება მხოლოდ შესაძლებელია იესო ქრისტეში, იმიტომ თვითონ არის იესო ქრისტე ჭეშმარიტება და როცა სახარებას წაიკითხავ და იესო ქრისტეს სიტყვას მოისმენ, აი აქ უკვე ღებულობ ცოდნას იმის შესახებ თუ რა არის მართალი და რა არის ტყუილი, რა არის მცდარი, რა არის ბოროტება, რა არის სიკეთე და აი ამის მიხედვით ჩვენ უკვე გეძლევა იმის უნარიც და აზროვნების შესაძლებლობაც რომ გაარჩიო კეთილი და ბოროტი. ეს არის თავარი რომ აი საწყის წყაროსთან მივიდეს, ჭეშმარიტების წყაროსთან ადამიანი. დიახ, ეს ნიჭიც არის გარკვეული ხომ ამაო ადამიანის რომ არ უნდა გამოიყენოს ხო, იმიტომ რომ ყველას აქვს ხო ეს ნიჭი სიტყვაზე, იმიტომ რომ ბევრს მე გული წდება რომ აი რაღაცნაირად ისე ჩაივლის ყველაფერი რომ მე ღმერთზე ნაწყენდება რომ აი მე არ მომცა ის ნიჭი აი იმას მისცა, იმიტომ რომ ის დაიბადა მართლმადიდებელი სიტყვაზე და მე არ გამიმართლა სადღაც ვარ სიტყვაზე ან აფრიკაში ან სადღაც და ბევრჯერ ისმის ხოლმე ეს კითხვა რომ იცი რა არის მე რა დააშავა ისის თუ კეთილია ისის თუ რაღაცა ყველაფერი კარგს აკეთებს არაშავებს აი მე რა დააშავა რომ ჯოჯოხეთში რა ღმერთი გაწირა უფრო ლიბერალური კითხვები არის ესენი და თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით როგორ უნდა იაზროს ადამიანმა, იმიტომ რომ ამას მე მიყავს ძალიან ცუდ აზროვნებამდე, იმიტომ რომ ჯერ თვითონ ტყუდებიან და მე აი მართლა გულით მინდა რომ გთხოვო და იცოდეთ რომ აი ძალიან ბევრი მეგობარი მყავს არა მართლმადიდებელი, მაგრამ მართლმადიდებლობის გარეშე თუ ვინმე გეუნებათ რომ ცხონდებით ძალიან გატყუებთ, აი ღვთის წინაშე ვამბობ და გთხოვთ აქ დაიჯერეთ აი მოძღვრის სიტყვები, იმიტომ რომ აუცილებლად მე შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ იქ სადაც მოხდებით იქ და ჯობია რომ აქ დაიჯეროთ, თავიცი ეგეთი რაღაც არ არსებობს და არც არსებული რაღაც გარკვეული გამონაკლისების გარდა და რა გამონაკლისებია მამაო აქ. თუ შეიძლება, იმიტომ რომ მარტო ზოგს აქვს მაპატიეთ რომ აი სიკეთე და მეტი არაფერი და ამ დროს მარტო სიკეთე არ არის ის მომენტი რომ ცხონდე, ხო? მართლმადიდებლობის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება, იგივეა ვთქვათ რომ ქრისტეს გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება, ხო? ქრისტეს გარეშე ქრისტესთან ვერ მივა. რა თქმა უნდა, აი პირდაპირ ვთქვათ, ესეთი მაგალითი უფრო გასაგები იქნება, რომ მზის გარეშე ადამიანი სინათლეს ვერ დაინახავს. რა თქმა უნდა, ხო? ორი აზრი არ არსებობს. ცეცხლის გარეშე ადამიანი ვერ გათბება, იმიტომ რომ თუ ცეცხლთან არ მივიდა და ცეცხლს არ მიახლა, როგორ გათბება? თუ მზე არ დაინახა და თუ მზეს უარყოფს, მაშინ სინათლე საიდან მიიღებს, საერთოდ და საიდან დაინახავს და სულიერი მზე არის იესო ქრისტე ღმერთი და აი ამ სულიერი მზის უარყოფის გარეშე, აი ამის უარყოფით როგორ იქნები ამ მზესთან? რა თქმა უნდა ვერ იქნები. და ვინ რა დროს მიიღებს ეს მაინც აიდუმლოა ჩვენთვის არავინ არ ვიცით, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება დასაწყისში მივიდა ღმერთთან და ღმერთი უარყოს და ვიღაცა შეიძლება დასასრულს მივიდეს ღმერთთან და ღმერთი მიიღოს. აი მაგალითად ამის მაგალითად შეიძლება ვთქვათ რომ იუდა თავშივე მივიდა, მაგრამ ბოლოს უარყო. და ავაზაკვი ბოლოს გამოჩნდა, პავლე მოციქული ბოლოს გამოჩნდა და რამხელა მოციქული გახდა და ესე ვერ ვიტყვით, არის ესეთი გამონათქვამი ათონური, რომ ერთ-ერთ მამას აქვს ზუსტად მე მგონი სილვან ათონელს, რომ ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ ბევრი მინახავს ისეთი მოსული ათონზე, რომელიც თავიდან ანგელოზს გავდა და ბოლოს ეშმაკს მიემსგავსა და ბევრი მინახავს ისეთიც, რომელიც თავიდან ეშმაკს გავდა და ბოლოს დასასრულს ანგელოზს მიემსგავსა და ესე პირდაპირ ვერ ვიტყვით ადამიანზე, რომ დღეს ეს ცხონდება და ის ვერ ცხონდება, მაგრამ
ის რომ ჭეშმარიტად უნდა ითქვას, ეს ჭეშმარიტება რომ იესო ქრისტეს მიღების გარეშე და მართლმადიდებლობის მიღების გარეშე იმ სწავლებით, რასწავლებაც იესო ქრისტემ თქვა, ამის მიღების გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მამო, იცი რა არის რაღაც საკითხები, ყველაფერს ითხოვენ ხოლმე ესე რომ აუ ის ვერ ცხონდება, ეს ვერ ცხონდება. არის რაღაც საკითხი, რომელიც ჩვენი საქმე არ არის, ან ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, ღვთის საქმეა და ვერავინ ვერც მოძღვარი, ვერც პატე, ვერავინ ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, ხო? არის ისეთი რაღაც საკითხი, რომ ხო შეიძლება რაღაც არის, რომ არ იცოდე, ხო? ესეთი მომენტია და ანუ ყველას აწუხებს ეს კითხვა იცით რატომ მამო მასშტაბურად მე რაღაცა იაზობენ ამით რომ მასშტაბი რამდენია აი ამდენი პროცენტია მართლმადიდებლები ამდენი და დანარჩენს დაღუპავს ღმერთი უფრო აი ესეთი კითხვები აქვთ ხოლმე და აი მომენტში რა უნდა აი რა უნდა უთხრას ადამიანმა მამო იმიტომ რომ ლოგიკურ და თითქოს რაღაც ისეთ კითხვას ვამენ, მაგრამ ამ დროს რაღაცა იმაში გდებენ ბრას, რომ აი ბოროტები ხარ თქვენ მართლმადიდებლები, ცოტა ხარ და მარტო თქვენ ცხონდები და დანარჩენი მივდივართ ჯოჯოხეთში ვიღუპებით. აი მომენტში მამო, აი რა უნდა უთხრას ადამიანს, იმიტომ ძალიან ბევრს ესე აწუხებენ ამ კითხვებით, და თითქოს რომ დაფიქრდეს ის იმას არა აქვს კითხვაზე პასუხი, იმიტომ რომ ღმერთის ცემს ამაზე პასუხი, მე როგორ გაქცე ახლა იმაზე პასუხი ახლა ის ცხონდება ჩინელი ცხონდება თუ ისა. ხო ახლა ლოგიკურია, ხო და რაღაცა აჩუმებენ ამით რომ რა და მე შენც ფიქრდები რომ აუ ისე ხო რაღაცა აბა ამდენი ადამიანი თუ დაიღუპა მარტო ჩვენ სამნი გადარჩებით. აი ეს მომენტი როგორ არის მამაო? გადარჩენით საერთოდ ადამიანს უნდა გინდოდეს რომ ყველა გადარჩეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ის სურვილი რომ გინდა ყველა გადარჩეს, ამის გამო ყველა გადარჩება. აი ღმერთს უნდა რომ ყველა გადარჩეს. იესო ღმერთი როცა განკაცდა და იესო ქრისტე დადიოდა მაშინ ისრაელში. აი იმ წუთას იმ წამს ღმერთს უნდოდა და რა თქმა უნდა ენდომებოდა რომ აი როგორიც იყო მისი მოწაფეები, ისეთი ყოფილიყო მთელი ისრაელი, მაგრამ ესე არ იყო. ის რომ ღმერთს უნდა შენი გადარჩენა, ის რომ ღმერთს უყვარხარ, ეს ერთია, ეს არის ღვთის სიყვარული, მაგრამ მეორეა თუ ადამიანს რამდენად უნდა ეს. თუ ადამიანს ეს არ უნდა ეს გადარჩენა, მაშინ ღმერთი მას ძალით ვერ გადაარჩენს, იმიტომ რომ ძალით გადარჩენილი ვერ დატკბება. ძალით გადარჩენილი, აი ძალით ადამიანი სამოთხეში შეიყვანო და უთხრა რომ აი გინდა თუ არა უნდა დატკბე, ესე არ არის. სამოთხეში ტკბება ის, ვისაც თვითონ უნდა ღმერთთან და ვინც თვითონ მიემსგავსა ღმერთს და სურვილით, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელს გინდა რომ ყველა ცხონდეს და გადარჩეს, მაგრამ შეიძლება ეს სურვილი შენი სურვილადაც დარჩეს და ცხონდეს და ვერ ცხონდეს ყველა, ცხონდება ის, ვინც ქრისტეს მიიღებს, ცხონდება ის, ვინც ღმერთს დაუჯერებს და აი აქაც ესეთი მომენტი რო ვთქვათ, აი მაგალითად რო ვთქვათ, რომ ექიმს რომელსაც უნდა ყავს 10 ავადმყოფი და უნდა რომ 10-ვე განკურნოს. ამ ექიმს 10-ვე ავადმყოფის განკურნება უნდა და ამბობს რომ აი ეს სწავლები, რასაც მე გაძლევთ. თუ მიიღებთ გადარჩებით, განიკურნებით, თუ არ მიიღებთ ვერ გადარჩებით. ეხლა თუ არ მიიღებთ ვერ გადარჩებით, როცა თქვა ეს იმას კი არ ნიშნავს რომ არ უნდა ამ ავადმყოფების გადარჩენა. პირიქით მოუწოდებს იმისკენ რომ დაუჯერონ მათ ამ ექიმს, იმიტომ რომ პირდაპირ უცხადებს სიმართლეს. მაშინ ექიმი იქნება მტყვანი რომ უთხრას ავადმყოფს რომ აი არ მიიღო ეს წამალი და გადარჩებიო, როცა ხედავს რომ აშკარა წამლის მიღების გარეშე ადამიანი ვერ გადარჩება. აი ესევე როცა მართლმადიდებლობა და მართლმადიდებელი მოძღვრები შემდეგ ამბობდნენ იმას რომ გადარჩება ის, ვინც მართლმადიდებლობას მიიღებს, ეს არის ზუსტად თქმა იმის, რომ ვინც არ მიიღებს ამ სწავლებას, ამ ჭეშმარიტებას, ის ვერ გადარჩება და ამაში ის კი არ არის დასანახი, რომ არ უყვარხარ, არამედ პირიქით უნდა დაინახო უფრო მეტად ის, რომ უყვარხარ, როგორც ამ ექიმმა რომ უთხრა იმ თავის ავადმყოფს, რომ თუ არ მიიღებ ამ წამალს ვერ გადარჩები, ამით პირიქით მოუწოდებს იმისკენ, რომ მიიღოს ეს წამალი, იმიტომ რომ სხვაგვარად ვერ გადარჩება და ეს ზიზღი კი არა, პირიქით უფრო სიყვარულია. ძალიან დიდი მადლობა მამაო და ჩვენ გაგვაჩნია ეს ჩვევა, მე არ ვიცი საიდან მოდის, რომ ჩვენიანებს იმის მაგივრად რაღაცა მიუთითოთ, რაღაცა გამოვიყვანოთ, პირიქით სიბნელეში ვამყოფით, შენიშვნას არ მივცემთ, ასე შემდეგ შენიშვნას არ ბჭყალებში ხა ვიზე აქვს შენიშვნა მისაცემ, მაგრამ უბრალოდ რაღაცა შეიძლება იღუპებოდეს რაღაცა, მაგრამ შენიანია და უბრალოდ უფრთხილდებოდე ის არ უთხრა, ეს არ უთხრა, რომ იღუპები და ასე შემდეგ და თვითონაც გთხოვს რომ კაი რა ნუ მეუნები რა მოდი იმას. აი მომენტში რა უნდა ქნას მამაო ადამიანმა, თუ შეიძლება იმიტომ ძალიან ცოტა დრო დარჩა და თუ შენიანია და გიყვარს პირიქით უნდა უთხრა. აი
მამო, ჩვენ ხო დედას რო შვილი ყავდეს და ხედავდეს რომ კარგად არსწავლობს. აი ხედავდეს რომ სკოლაში მიდის, მაგრამ კარგად არსწავლობს. და თქვას რომ აი მიყვარ შვილი და არაფერს არ ვიტყვი. ხო ეს ხო უგუნურება არა პირიქით თუ სათქმელია და მკაცრადაც შეიძლება სათქმელი იყოს, უნდა უთხრას. იმიტომ რომ ხედავს რომ ამ არ თქმით უფრო დაიღუპება და თქმით კიდევ შესაძლებლობა არსებობს იმის რომ ეს ადამიანი და ეს გამოსწორდეს და უფრო მეტად ისწავლოს და დაუჯეროს დედას და რა თქმა უნდა თქმა აუცილებელია და ეს თქმა შეიძლება გამოიხატოს ზოგჯერ რაღაც სიმკაცრი, ზოგჯერ შეიძლება გამოიხატოს რაღაც თუნდაც დუმილითაც, არავინ არ იცის, იმიტომ რომ ზოგჯერ ხდება რომ დუმილითაც ხდება სიტყვის თქმა და შენიშვნის მიცემა და თუ ხედავ რომ ადამიანი იღუპება, აძლევ შენიშვნას, მაგრამ რამდენად მიიღებს ის ამ შენიშვნას, ეს უკვე მეორეა. ეს არის ყველაზე მთავარი. დიახ, იცით რატომ მამო, ბევრი ადამიანი ხა იღუპება და ისინი აი ზოგი ვერ ბედავს, რომ ის აი მაგალითად არის აი ოჯახები არის, როცა აი ზოგი სადღაც იმაში არის სხვა, იმაში არის რაღაც რელიგიის წარმოადგენელი სხვა და არ ეუნებიან, იმიტომ რომ რა არის ხა ლიბერალურად უყურებს და რა მოხდა მე იმას ის ღმერთი გწამს, მე ეს ღმერთი და ასე შემდეგ და მეგობრობენ, ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი ვიცი, რომ მეგობრობს ისე მე თვითონაც მეგობრობ ხოლმე, მაგრამ ნუ რაღაცა არის ხა საქსელით მაგალითი ვერ ხარ, რომ აი სიტყვაზე მე ჩემი საქსელით მოვაბრუნებ იმას, რომ არის კათოლიკე სიტყვაზე, ხო? ეს მაგალითი ვერ არის, ხო, ადამიანი რა, ნუ ცოდვილია რა და თან ახლოს არის იმასთან და ის კარგად იცნობს და იმის საქსელით ვერ მაგრამ აი რაღაც მომენტი როცა უნდა სიტყვაზე იმას აქნა უთხრა და აი შენ იღუპება ამასაც ვერ ვეუნებით და აი ამ ადამიანებმა რა ქნან მამო აი ეს ჩვევა აი ან როგორ უნდა იმას ქნან იმიტომ რომ ან ნამეტანი მოდით აი ლიბერალიზმის და რადიკალიზმისთან დაკავშირებით ან ნამეტანი სირბილე მოდით და აი ამ შემთხვევაში მამო როცა ადამიანი იღუპება აი ძალიან დიდი ბოდიში 3 წუთი დარჩა და თუ ამ 3 წუთს თქვენ გამოიხენეთ გამიხარდეთ ადამიანის გამო კი არ მიდის ღმერთთან არამედ ადამიანი ღმერთთან ღმერთის გამო უნდა მივიდეს აი თუ ხედავ დაინახე რომ ადამიანი დგას წყაროსთან და შეიძლება წყალს არ სვამდეს, რაღაც ჭურჭლით იღებდეს და ასხამდეს სხვაგან და შენ თუ წყალი წყურია ამ ადამიანის გამო არ იტყვი მას რომ აი ეს ადამიანი წყაროსთან თუ ესე იქცევა მე ამ წყალს არ დავლევ. არ იტყვი ხო შენ წყალი წყურია და მიხვალ და იმ წყალს დალევ. აი ესე თუ შენ დაინახე ვიღაცა თუნდაც მართლმადიდებლობაში მართლმადიდებელი ცუდად იქცევა და ამ ღვთაებრივ წყაროს არღებულობს დგას წყაროს ნაპირთან, მაგრამ არღებულობს ამის გამო შენ მიხვალ, თუ შენ წყალი წყურია, მაგრამ ეს არის მიზეზი უბრალოდ რომ თვითონ არ უნდა შეიძლება ესე მართლმადიდებლური ქრისტიანული ცხოვრება და შემდეგ იმ ქრისტიანებს იშველიებს და მართლმადიდებლებს, რომლებიც არასწორად ცხოვრობენ. თუ შენ წყალი წყურია, ვიღაცამ რო წყალი გადაღვარა და წყაროსთან დგას და იქ რაღაც იმ წყალს არ სვამ, მის გამო მიხვალ, ხო? იმის გამო შენ პირიქით მიხვალ და დალევ და მასაც მოუწოდებ წყლის დალევისკენ, მაგრამ მეორე ისიც არის რომ ყოველთვის იყვნენ გამორჩეული წმინდა ადამიანები, მართალი ადამიანები მართლმადიდებლობაში მისაბაძები და დღესაც არიან. ის რომ ერთი რაღაცას ვერ აკეთებს, არის მეორე, რომელიც აკეთებს, მესამეც, რომელიც აკეთებს და იმას მიბაძოს. იმ მეორეს, მესამეს, მეოთხეს, რომელიც კარგია და ყველაზე მთავარი ის არის, რომ თვითონ უნდა უნდოდეს ადამიანს ღმერთი და თვითონ უნდა მივიდეს ღმერთთან და თვითონ უნდა ეძებდეს ღმერთს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამო ის ლამაზ საუბრისათვის და რა ვიცი, კიდე აი ერთ წუთს თუ შეიძლება დაგვიმატებენ და თუ აი ამან რა უნდა ქნას ადამიანმა რომ აი ღვთის წინაშე და ადამიანის წინაშე იყოს მართალი მამაო რა ღვთის წინაშე და ადამიანის წინაშე ადამიანი ეს ბალანსი გვერყვება ძირითადად მართალი რომ იყოს ამისთვის თავარია რომ ადამიანი არ უნდა იყოს თვალთმაქცი იყოს მართალი ადამიანი თუ ეშლება ამ თავის შეცდომაში მართალი იყოს თქვას რომ აი შემეშალა და აი ამ აღიარებით გადარჩება მაგრამ როცა ადამიანი იტყუება და ადამიანი ვითომ თვალთმაქცობს შეთან არის და არა და შენ სურს უკან საერთოდ სხვა რამეს ფიქრობს ეს არის მოღალატე ადამიანები რომლებიც ვერ გადარჩებიან იმიტომ რომ ასეთი არიან და სანამ ვერ მიხვდებიან იმას რომ ესეთები იყვნენ ალბათ ძალიან ძნელია იმიტომ რომ ბევრი ესეთი ვერ გადარჩა ძალიან დიდი მადლობა მამო სამწუხაროდ დრო არ გვეყო უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისას ჩემი სტუმარი გახლავთ არქიმანდრიტი ილია თოლორაია რომელიც გახლავთ სამების აკეთედო ტაძარში შეგიძლიათ მიბრძანდეთ აუცილებლად წერენ ხოლმე მე გახლდით გიორგი დარასელია და გემშვიდობებით იქით და სამშაბათს საღამოს 9:00-ისთვის დაგიბრუნდებით დროებით და კარგად ზანდებოდეთ